2025 წლის 15 მარტს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციის დროს შემაშფოთებელი ხმა გაისმა, რამაც დემონსტრანტებში პანიკა გამოიწვია. აქციის მონაწილეების თქმით, ხმას ტვენა სკავდა და დაახლოებით 2-3 წამი გაგრძელდა. ხალხი ტროტუარებისკენ გაიქცა და უსაფრთხო ადგილს ეძებდა. ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა აკუსტიკური იარაღი, რომელიც არალეგალურია სერბეთში. ამ იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყურის ტკივილი, სმენის დაზიანება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მათ განაცხადეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და შიდა სასამართლოებში სარჩელს შეიტანენ. ივანა ილიჩ სუნდერიჩს მრავალწლიანი საპროტესტო გამოცდილება აქვს. მაგრამ არასოდეს გაუგია ისეთი შემაშფოთებელი ხმა ანტისამთავრობო მასშტაბური აქციის დროს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. უცებ ტერაზიეს ქუჩიდან გავიგონეთ ხმას ტვენის მსგავსი. ხალხი სწრაფად გაიქცა ტროტუარებისკენ. მათ ეგონათ, რომ რაღაც მოემართებოდა მათკენ. 30 წელია საპროტესტო აქციებზე დავდივარ და მსგავსი ხმა არასდროს გამიგია. ეს ტვენა სკავდა, თითქოს უხილავი ბურთი გორდებოდა ჩვენკენ. დაახლოებით 2-3 წამი გაგრძელდა. ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა. ასობით სხვა მონაწილეც იმავეს ხვდება. ეს ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციამ, სამხედროებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა, რომლებიც ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის კონტროლის ქვეშ არიან, გამოიყენეს აკუსტიკური იარაღი, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ისეთი ხმა იყო ძლიერი ქარის დროს რომ არის ან თვითმფრინავი რომ გადაიფრენს ხოლმე. ამას მოჰყვა პანიკა, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა. ჩემ გვერდით ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ფეხიც კი მოიტეხა. სერბეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდა გამოიძიონ ინციდენტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მთავრობას ბრალი არ მიუძღვის. სიმართლე ისაა, რომ აქციაზე აკუსტიკური იარაღი არ გამოყენებულა ჩვენი ხალხის, ჩვენი მომიტინგეების წინააღმდეგ. წერტილი, თუ აღმოჩნდება, რომ ეს მართალია, მე აღარ ვიქნები პრეზიდენტი. სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩიც იმავეს ამტკიცებს, რასაც ალექსანდარ ვუჩიჩი. მისი თქმით, სერბის სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებენ. სერბეთის პოლიციას არასდროს შესაბამისად არც 15 მარტს არ გამოუყენებია ისეთი მოწყობილობა, რომელიც არ არის კანონით განსაზღვრული. მათ შორის არც ხმის აკუსტიკური იარაღი. იმ ღამესვე განვაცხადეთ, რომ პოლიცია იყენებს მხოლოდ ხმოვან მოწყობილობებს გაფრთხილებების გასაცემად. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ოპოზიცია და უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება, რათა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში 15 მარტის აქციის დროს.